ძვირფასო ტელემაყურებლებო, შემოგთავაზებთ ღია გაკვეთილს სტალინჯიხის პირველი საშუალო სკოლის მესამე A კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა დედის დღეს. კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანი შამუგია. Იშმუშნება ყვავილებში ვერი ზამთრის დაზაფხული, მონილოსას ყადარებო, ბედნიერი გაზაფხული. და მაინც რა საერთოა გაზაფხულს დედასთან? გაზაფხული ეს ხომ ახალი სიცოცხლეა, ახალი გულის ფეთქვა, ეს ხომ სილამე და სინანარეა, სიწმინდე და სიგას კაცეა, დაუძგრომელი მხიარული ცელკი ბავშვობაა, რომელიც დედისგან იშვა. დედა ლეგენდა, შვილი ხმას გაფრული, დედა შემოდგომა, შვილი გაზაფხული, დედა მდინარეა, შვილი ნაყადული, მაშინ დედის ნანა არის ჩახატი. და სწორედ ბუნების ამ ლამაზ დროს გაზაფხულს უკავშირდება დედის ლამაზი სახელი და საქართველოში 3 მარტი გამოცხადებულია დედის დღე. ვულოცავ ყველა ქართველ დედას ამ ლამაზ დღეს და უსურვებ უპირველესად შვილთა სიმრავლეს ვინაიდან ხილის ტომს მოიაროს, ვაზის ჩვენის სასახედად, ცოტანი ვარ ქართველები, აგვიმრავლე თამარ დედა, ჩვენი კაბის ნათელი მყავს, ჩვენი იმი მეიმედა, წარდ მიხრობილ ხმით რომ ხედავ, დამიყვარს ხარ თამარ დედა, უმზასო და ხნაზაცო, თავზე გადგანათლი შუქი, შენ ხომ სავსე ნახი ხარ, დასმუნ წავნის სიჭაბუკი, შენ ხომ დაო და დედაო, ვინც მცირობას ხედავ ჩვენსა, ცოტანი ვარ ქართველები, გავიმრავლე თამარ დედა. საქართველოს წარსულს რომ გადაგვიწყდა, მის ფუძლებზე უამრავი ლამაზი საქმე სახეები აღდება, რომელთაც დავითერადეს ქართული ცხოვრება. მათი სახელები უკვდავია, მათი ფერები კი გაუხუნარი. დღესაც ვამაყობ იმ ქართველი ქალბატონებით, რომლებზედაც თავის დროზე ბარათაშვილი აღნიშნავდა. ხოი დედანო, მარაგი მეტარნო, უთხევად ხედა, ის სახსოვარნო. და მაინც, რომელ ხალს გამოყოფით ყველაზე მეტად და რატომ? ქალი, რადგან ის იყო ქალი ლეგენდა, ქალი ზღაპარი, ქალი მეფე, ქალი დედა, ქალი მებრძოლ, ქალი მშენებელი, და უბრალოდ ქალი მშვენი. და მართლაც ქალი მშვენიერი იყო თამარი, რომელიც ყველა ამჯდისებას აერთიანებდა თავის სახელში და ამდენად ქართველებმა ის ქართველთა უპირველეს დედად აღიარეს. ხოლო ჩვენმა ალბოცნებმა მრავალი ეპითეტები უთმეს, მაგალითად ქალო ქართველთა სულის ტბა, ქალო ქართველთა დედაო, ყულადღაობ შესწიგდის, თამარ ცოცხალს ამხედაო, გუში გვითი ხარ ლაპდა და დათოს და არა ხდებაო, შედა შოთა ის ბაძვედას, ვეფხვიეს დედის დედაო, შედა ხარ ერის სიცოცხლე, თავი არ მოგიკვდებაო, მოწყალეთ გვეფხვეთ ქართველთა, ჩემო ლამაზო დედაო. თამარ
მაინც დავაკონკრეტოთ ბავშვებო, ვინ იყო თამარი საქართველოსთვის? თამარი იყო საქართველოს მეფე. მე-12 საუკუნეში მან შეინარჩუნა საქართველოს ძლიერება, მისი ტერიტორიული მთლიანობა. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მწერლობის განვითარებას და იმის კარზე მოღვაწეობდა დიდი უკტავის პოემის ბავშვის ავტორი შოთა რუსთაველი. თამარ მეფე იღწვოდა ასევე ქრისტიანობის გამტკიცებისათვის. ამ მიზნით აშენებდა ეკლესია-მონასტერს. მის მეფობის დროს უკავშირდება წალენჯიხის მაცხოვისფერი თვალების ეკლესიის აშენება. ჩვენ ვახსენებთ, რომ მეფე თამარი იღწვოდა სარწმუნოების განვითარების, კერძოდ ქრისტიანობის განვითარების. რა არის ქრისტიანობა ჩვენთვის? ქრისტიანობა უდიდესი სახელმწიფო რელიგია, ჩვენი სარწმუნოება, სიწმინდე და სინდისი, რომელმაც მენამაც გადაგვარჩინა აურაცხელ გარეშე, თუ შინამძღოლს და მოგვიყვანა დღემდე. მაინც ვინ და როგორ გაავრცელა ჩვენში სარწმუნოება? ქრისტიანობა ჩვენში პირველად შემოიღო ნინო კაპადოკიელმა მე-4 საუკუნეში, კერძოდ 328 წელს. მას ჩვენ განმანათებელს უწოდეს, რადგან მან წარმართობის სიბნელისგან ქრისტეს მოძღვრებით გაგვანათა. ნინო იზრდებოდა ღვთისმოყვარე ქალთან. მან იცოდა, რომ ქრისტეს უკერავი პერანგი, ანუ კვართი საქართველოში იყო წამოღებული, სადაც წარმართობა ბატონობდა. ნინოს ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც მისცა ვაზის ქისაგან გაკეთებული ჯვარი. გამოიღვიძა და ეს ჯვარი თავის ხელში იხილა. ჯვარს თავისი თმა შემოახვია და დარწმუნებულმა, რომ ღმერთი მისი შემწე იყო, საქართველოსკენ გამოსწია. მწვერვალებს ქარიერის ფერნისულში ხვევდა და როდესაც ბაღში ვარდნი ვლავდნენ, თოვლიდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ, მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავნის სპასაზე და გრწოდა ქარი, მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი, თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი. ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე, წემსა ჰკითხა, რომელია ქართლის გზარი, წემსმა უთხრა, საქართველო არის ესე, მიეძინა ერთ წალყოჩი მიეძინა და ფშადებმა მოუჩვდილეს, ო, ეს ვინ არის? გამოცხადდა მგზავრის წინა, ნუგეშინინ მიუგებდა იესო, გაეღვიძა წუთით გზნო მშობლისებდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდეს, თოვლიდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ. რომელი მეფის სახელს უკავშირდება საქართველოში ბავშვებო ქრისტიანობის დამკვიდრება? მირიან მეფის სახელს, რომელმაც ეხლა ნინოს ღმერთის სასწაული და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. გარდა იმისა, რომ აღნიშნეთ ნინო იყო ქართველთა განმანათლებელი, იმას ქართველი ლევი ასე უწოდებს, კიდევ რა შესაძლებლობას იტევს მისი სახელი? ის გახლავსკუნალი, მას ძიმესენისაგან განკუნა დედოფალი ნანა, ამავე დროს იგი მაღლა მოწესხო საქართველოსაც. როდის ეიმობს საქართველო ნინოობას? 27 იანვარს. და ჩვენი სკოლა ყოველ ამ დღეს ვის ულოცავს ჩვენს კლასში ბავშვებო? წმინდა ნინოს სერვიას, არა ნინოს. ღმერთო გამეძღე ჩემს მამულს, ავანთე წმინდა სამთელი, ვარ წმინდა ნინოს ეხნია, ერთი პატარა ქართველი, მეც იმის სახელს ვატარებ, ვინ შექმნა ჯვარი ქართული, ერისულს ვინც ატარებდა, იყო ლოცვაში გართული, კლავს ცოცხლობს სული ნინოსი, ის დღესაც თვალსაჩინოა, მის სახელს წმენით ათქმევენ, ხედავთ რამდენ ნინო. სამყაროს ზურგზე მაცხოვრებელ ყველა ქრისტიანთა უდიდეს დედად ვინ არის აღიარებული? მარიამ ღვთისმშობელი, სიხარულო ქალწულო გიხარებენ, იმედულებულო მარია, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არ, ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი, გვიშვე სულთა ჩვენ. და ბედნიერია საქართველო ჩვენი ქვეყანა, რადგან ის სილხვედრი ქვეყანაა მარიამ ღვთისმშობლისა. რას ნიშნავს ეს? მარიამ
მან გამოაგზავნა მირნის საქართველოში სიმონ ყანაშვილი და ანდრია პირველწოდებული და გამოატანა მარიამ ღვთისმშობლის ხელუქმნელი ხატი. ეს მოხდა ჩვენ წელთა აღრიცხვის პირველ საუკუნეში. ისინი ჩამოვიდნენ დასავლეთ საქართველოში. სიმონ ყანაშვილი გაემგზავრა აფხაზეთს, ხოლო ანდრია პირველწოდებული ჩამოვიდა ამირამინდელი ჯვარის ტერიტორიაზე, სადაც ჯვარი დაასო და ამის აღსანიშნავად ამ ადგილს ეწოდა ჯვარი, მაგრამ მაშინ ვერ მოხდა საქართველოს სრულიად გაქრისტიანება. დიახ, მაშინ ვერ მოხდა და ნახეთ, რომ ის მეოთხე საუკუნიდან იბრძოდა როგორც სახელმწიფო რელიგია. და ბედნიერია საქართველოს ბავშვებო იმდენად, რამდენადაც ის ყველაზე უწმინდესი და უნეტარესი დედის მარიამ ღვთისმშობლის სიმხერწვია. მას მარიამის კალთა ფარავს და მადლის ცხია და ამდენი ნეტარი დედების მადლსხებულ ქართველ ქალს ამშვენებს უპირველესად დედოფალ სამშობლოს სიყვარული. რა ლეგენდა შემოგვინახა ისტორიამ ქართველ დედაზე. ხალხის თქმულებით, 9 ხერხეულის დედა შვილებთან ერთად ბრძოლის ველზე იყო. ამხნევებდა მათ და როცა მის ერთ ვაჟს სასიკვდილო დაჭროს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და მეორე შვილს მისცა ხელში. მართალია დედა, ქართველი დედა შვილს სამშობლოს უზრდიდა და მისი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლზე მიჰქონდა ზვარაკად, მაგრამ მაინც ქართველ დედას როგორ სწიოდა შვილის სიკვდილი. გახსევყარი დედა შენ შვილს გარეთ წაუნდა, ეხლა მე ვარ აღესპი, შენი შვილი დაბრუნდა. შვილო, დედა, შინადის გარეთ აღებს ნაგვილი, იქ არ ვიჩას. ვაი, შვილო. კიდევ რა გამჩვენებს ქართველ თავს? თქვა გონება და გადაცემა. სტუმრის მიღება და გამასწორება. და ალბათ არც ერთ ქვეყანაში არ არის დედის სახელი დაფასებული ისე, როგორც ეს საქართველოშია. და ამისი მრავალი მაგალითი არსებობს, მაგალითად ის, რომ ქართველი კაცი ყველაზე მთავარ ძლიერსა და აუცილებელ დედის სახელს უკავშირებდა. ყველაზე მთავარ წინს, საიდანაც ქართველი აუქლება ქართულ სულიერებას, უწოდა დედაენა. ყველაზე მთავარ ბორცს საყრდენ სახლიდა, რომელზედაც მთელი სიმძიმეა გადასული, უწოდებს დედაფლად. ბუნებას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ჩვენსა ვართ და მასში ვარჩევობთ, უწოდა დედაბუნება. სამყარო ზურგს, რომელზედაც მთელი სიცოცხლე დაფუძნებულა, უწოდა დედამიწა. ეკლესიაში ყველაზე მთავარ ზარს, რომელსაც ისვიათ, მაგრამ აუცილებლად შემთხვევაში შემოქრალდნენ დედას. უწოდეს დედოზარები და მართლაც ქართველმა დედა შემოქმედთან დაატოვა და თავისი სიცოცხლის სიმბოლოდ არცინა. ამის დადასტურებას წარმოადგენს თბილისში შემოსასვლელთან ნანიყალაზე 1958 წელს მოქანდაკე ელგუჯან მაჩუკელის მიერ დადგმული ობელისკი, ქართლის დედა, რომელსაც ერთ ხელში მახილი უჭირავს, მეორეში გობი. მოყარეს ვინაც უმასპინძება, ერთი მახილი. დგას ობელისკი ნანიყალაზე, არა დგას თვითონ ხალი, ქართველი ქალი და მოგონების ფიალას ავსებს. Țarii dat Tbilisi dam țarit, esi deda, Tbilisi deda, dar să putem da tanga țiruli, câdem să se semda, ambasaderda, dar și să se diga zilis puruli, romnaos neba treta heliusis, cadecina de da Tbilisi. ასე იბრძოდნენ ბავშვებო ქართველი დედები წარსულში, რომ შეენარჩუნებინათ და დღემდე მოეტანათ ჩვენი ქართული სახე. გადაერჩინათ ქართული ანბანი, ქართული სული, ქართული კულტურა. ასევე ევალება დღეს ნებისმიერ ქართველ დედას ბრძოლა ჩვენი თვითმყოფადობის გადასარჩენად. თუ ვიღაცას დუმილი ეპატიება, ეს არამც და არამც არ ეპატიება დედას, რადგან დედა ჩვენთვის ყველაფერია, დედა ჩვენთვის სიცოცხლეზე მეტია და ყველაზე მეტი უფლება ჩვენზე, თქვენზე მომავალ თაობაზე აკისრია დედას და აქვს. რადგან დროს არას ნაცვლად ამბობდი ალას, როცა შერწყმაში აპრილი ჟღერდა, ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ ნანას ვინ გინდეროდა? შორელი დედა! ეზოში როცა იტკენდი რამეს, ვინ დაჩნდებოდა იმ წუთში შენთან? შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ აფრენებდა? შორელი დედა! ახლა ხელში რომ გიჭირავს სიკვდილი, შენ სიცოცხლეში იმედს ვინ ხედავს? შენს მომავალზე დღე და ღამ ფიქრი ვინ ვერ ისვენებს?
შოღელი დედა. შენი სიკარდი ამ ქვეყანაზე ვის უხარია ყველაზე მეტად? თუ კი ივარგე ყველაზე უფრო ვინია? შოღელი დედა. ყველაზე ბოლოს მიირთმევს ვახშამს, სუფრასთან ჯდება ყველაზე ბოლოს დამეცხოვრებით დაღლილი ბავშვი, ისევ მის ცისფერს ზღაპრებში ცხოვრობს. ყველაზე ბოლოს იცინებს ღამე, მისთვის ცრემლია ცრემლის იარა, ყველაზე ბოლოს დაუშვებს ხარჯებს და ბოლგას სათქმელ უთქმელია. ყველაზე ბოლოს ამბობს რას ტკივა და გულში მალავს სევდას უდიდებს, თავს შემოგავლებს ისე ადვილად, თითქოს ცხოვრება ჩირაღული. ყველაზე ადრე მოდის მუგეშად და გაჭირვების ტალღასად მოდის ჯადათილის მით სავსეობაში, ამოუცნობი ნაღველი კორპის. მრავალმეტყველი სახით მიყურებს და ვფიქრობ ერთ დროს დარჯის ამარა, შპილსა ბანივით გადავიკვლავ, მისი სხეულით გამთბარს ამარას. ყველაზე მეტი გაგვაჩვიტა დედამ. ბავშვობა და გაზაფხული. მე დავიბადე აპრილის თვეში ბავშვების გასწრილ ყვავილებიდან. დღესხანარი მზისა მინდია დამხდება სახებერდო ნახული და ახლა ისევე სადვიდან ჩემი ბავშვობა და გაზაფხული. მიპარებას დამკარჩი ძალვონე გამოენი. გაზაფხულია წაიკოჩნება და ყოფს ოჩნებო, შვილი ოჩნება. გაზაფხულდა ბუჩკი ძირას, თავდიწონებს ნაზია. გაზაფხულია ხეფოთოსის ხამსვაზი ცრემლები დაებსო ზვარ. გაზაფხულია სადაჭრილად ჩიდიური ცხვი, წონეს სინათლეს სიხარულად გადარდის ტიტვებს, მამა დავიწყე ერთი ციცქნავარდის გულისთვის, ბულბული ბულბულს დუელში იჩენს. საბათაზლოდ მართულა მოგაგუჩე გაზაფხულს, ყველა ერთგვარ მოუხიბლას გაზაფხულს თომ შედიესა. კიდევ ველილზე გაზაფხულს, ციდან მანალის წერას. გაზაფხულის საღამო ამ 7, შიდა ხეზე გადაფრინდა ჩიტი. გაზაფხულზე მოგიგონებთ ათმის ყვავილობისას, ოცნებებში შემოდიყვანთ ნაადრევი ვარდებით, გულში თქვენი გაელვებით კიდევ ერთ დარს მოვიყვან მერე თუნდაც ქათმორეულ ზღვაში გადავარდებით. და გარდა იმისა, ვაჟილო, რომ თქვენ გაზაფხულად მოგიყვანათ დედებმა, გაზაფხულზეც მოგიყვანათ ბევრი თქვენთაგანი და დღეს კლასში გვაქვს ამისი ბედნიერი შემთხვევა და დღეს დაბადების დღეა ერთ პატარა ქართველ ქალბატონს, მონავალ ქართველ დედას, ნანა ხოვებიას. დაბადების დღეს დილოცავ, ჩემო სიხარული, სულ მოხანცული მოვდივარ შენთან. რამად ისეთი რა მოგაცა, რომ გაგახარო, თუმცა რა გინდა, შენ ხომ თავად სიხარული ხარ. შენ ხომ ჩემს სულში უკანასკნელ მუგეშად ფეთქავ, სიხარულს რა გახარება სჭირდება ნეტა. ღმერთო, მომადლე ქართველს ნიჭი სიყვარულისა, ნიჭი და ძალა კაცთა მოდგმის ძლიერებისა. დროა შევიდეთ გაუქმებულ ციხეთ აზრებში და განვიწმინდოთ სულით ხორცამდი. დროა ვეძებოთ ჩვენი თავი ამ ქაოსებში, რომ გავხდეთ მერმე ჩვენვე ჩვენი თავის უფალნი. იყავა ამიერ შენი თავის მონა და მეფე, წვრიადებიდან აწყვეტილი თარები ყეფენ. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიხარულო, დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო. ხოლო კლასის სახელით დაბადების დღეს მიულოცავს თავისი მეგობარი თანაკლასელი ნიკა ზარფულა. Mama.
მადლობა ნიკას და გვაგრძელებთ ბავშვებო დავასახელოთ ყველაზე უდიდესი გრძნობა მარადიული უცვლელი და ურხევი დედაშვილური სიყვარული ყველაზე უდიდესი ძალა დედამწიგის სიყვარული ძალა რომელიც გამოვლინებულია არა თუ ადამიანებში არამედ ნებისმიერ სულთმულში ფრინველებში ცხოველებში ჩვენ შვილის სიცოცხლისთვის დედის თავგაწირის არაერთი მაგალითი ვნახეთ და შევისწავლეთ და სწორედ ეს თავგანწირვა გვავალეთ შვილებს ვიყოთ კარგი შვილები რამე თუ კარგი შვილი დედის გულის ვარდია ვიყოთ დამჯერნი რადგანაც დედის წინ მარჯვენა კვირს გელი შეჭამს ვიყოთ გულის ხმიერი და მოსიყვარულები ვინაიდან შვილი მონდურა დედისა ურჩია თავის ხოლო რაში მდგომარეობს ბავშვებო დედის უზენაესი ვალი როგორი შვილის აღზრდაში დედავის წინა ქართლის ვედრება ისე აღზარდა შვილის სული რომ წინ გაუძღეს ეშვარიდება უკან შესყარი განათებული დიახ ეს არის ბავშვებო დედის უზენაესი ვალი რომ სამშობლოს აღუზარდოს შვილი ყველანაირად მომზადებული მხოლოდ სამშობლოს მხოლოდ თავის ერთს მხოლოდ თავის ხალხს და ამდენი შრომის ამდენი ჯანმრთელობის სანაცვლოდ იმ თავგანწირვის სანაცვლოდ რომელიც ჩვენ გვისწავლია რომელიც ჩვენ გვინახავს გაგვიბია და რაც რომ არ გვისმენია ჯერ კიდევ და არსებობს რომელიც მხოლოდ დედაში არსებობს და მის პოტენციალი მხოლოდ და მხოლოდ დედას რომ გააჩნია ამდენი დიდი შრომის საფასურად დებები ჩვენგან რას ითხოვენ მხოლოდ ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ყურადღება და ჩვენ გვისწავლია გასულ კლასებში წლებში წელსაც თუნდაც დედის ადგილ ყურადღების განმხატველი თემა დედაზე გვისწავლია აბა თუ გავიხსენებთ და ვიტყოდით დღეს თვალმეწყალა ჩვენმა ჯუნამ ექვსი ზღვაზე გაატარა ცნობიარე გოგონა ყველა აგებს დიდ პატარა ის ისეთი კუდრაჭა ისე ნაცი ისე კარგი აი დედას ქვის კენჭები შეუბროვა მთელი პარკი ეს ვალია ეს ზურმუხტი ეს ალმასი ფირუზქარი მიპასუხე დედიკონა მოგწა ჩემი საჩუქარი დედამ შუბლი დაუკოცნა იცნო გულში თუ რა ხდება მე ამ ქვებზე უფრო მომწონს შვილო შენი ყურადღება დიახ მხოლოდ და მხოლოდ ყურადღება სჭირდებათ დედებს ჩვენ კი როგორ შეგვიძლია გამოვხაროთ ეს ყურადღება რითი გინდათ თქვენი საყვარელი დედები გაახაროთ ამ ძვირფას დღეს 3 მარტს კლასში ჩვენ ხატვის გაკვეთილზე მარინა მასებდა და დავამზადე მოსალოცი ბარათები და ამ ნახატებით მიულოცო დედას ეს დღე ჯერა ეს ნახატები მაქვს უფრო გაახარეთ რადგან მათი ჩვენი შრომა და სიყვარული აჩვენებს და მადლობა მარინო მასწავლებლებს თუ ბრძანდება აქ და თუ არ არის მით უმეტეს რომ თქვენ ხატვის გაკვეთილზედაც გამუშავათ ამ თემაზე და დაგამზადებინათ ეგ მოსალოცი ბარათები და კიდევ დიდი მადლობა მარინა მასწავლებლებს რომ დღევანდელ დღეს საკლასო ოთახი დაგვიმშვენა მისმა ნახატმა დედა შვილებთან ერთად მე კიდევ ერთხელ ულოცავ მარინა მასწავლებლებს ამ მადლობასთან ერთად ამ დღეს და რას უსურვებდით დედებს დედაო ქრისტეს ხატივით წმინდა ისურვებ ფეხნა დიცოცხლო დიდხანს სულ გაზაფხული დედგას თვალებში სულში სიხარულს ხონდეს თარეში და მეც თქვენთან ერთად თავისუფლებას ვაძლევ კიდევ ერთხელ და ალბათ მთელი ჩემი ცხოვრება მრავალჯერ მუხლებზე დავდგე ყველა დედის წინაშე ყველა ქართველი დედის წინაშე და მიულოცო ეს ლამაზი ბედნიერი დღე ლამაზი დღე და ყოფილიყოს ყველა დედისთვის, ყველა ქართველი დედისთვის, აქ წარმოგენილი ჩვენი ალბატონების, წალენჯიხელი დედების საოცნობით, ყველა ქართველი დედისთვის ბედნიერი დღე. ეს დღე ყოფილიყოს წინამორბედი ბედნიერი დედობისა უპირველესად და მე მაინც თავში დაწყებულ ვიმეორებ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვუსურვებ ისევ და ისევ. შვილთა და შვილიშვილთა სიმრავლეს ისევ და ისევ საქართველოს ძლიერებისათვის და ჩვენს ერთხელ კიდევ მიულოცეთ ფეხზე დგომით დედებს ეს დღე.